მთავარი საკითხი. ამიტომ ყველა და განსაკუთრებით ამ მშვიდობიან კუთხეში კარგად ხვდება, რომ ყველანაირი წინსვლის, განვითარების წინაპირობა არის მშვიდობა და 26 ოქტომბერს ყველა მშვიდობას უნდა დაუჭიროს ხარ. Აბდულშალა, საკონსტიტუციო საერთაშორისო დაკავშირებით უნდა გეტყვათ 29-ში იწყება განხილვები და პერსპექტივა აქვს ამ საერთაშორისო შეგვიძლია ვთქვათ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესი. ჩვენ ფაქტობრივად ხედავთ გაერთიანებული ძალებით ოპოზიცია, პრეზიდენტი და NGO-ები როგორ ებრძვიან დემოკრატიას და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს გამჭვირვალობას. Მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდათ გაასაჯაროონ საკუთარი ფინანსები. საბოლოო ჯამში სადამდე მივდივართ, ხო? მივდივართ ერთადერთ საკითხამდე, რომ ის ფინანსები, რომელიც დაფარული არის, არ უნდათ რომ გახდეს საჯარო. თორე რა უშლით ხელს კი ბატონო, დავივიწყოთ კანონი და რეესტრი. თავად საკუთარი ინიციატივით, აი ამდენი პერიპეტიების შემდეგ, რატომ არ ამბობს არც ერთი დონორი და არც ერთ NGO-ს არ განუცხადებია, რომ მზად არიან ნებაყოფლობით თავად გაასაჯაროონ საკუთარი ფინანსები. რა უშლით ამაში ხელს? თუ კი თავადაც ამბობენ, რომ გამჭვირვალობა კარგია, მაგრამ რეესტრი არ მოიწევს. იმიტომ სინამდვილეში აქ არის მთავარი საკითხი დაფარული. პრობლემა მათ არა კანონთან და რეესტრებთან. პრობლემა აქვს იმაში, რომ გასაჯაროვდება ფინანსები და ხალხი დაინახავს, რაში მიდის სინამდვილეში ეს ფული. რომ ეს ფული მიდის ეკლესიის საწინააღმდეგო პროპაგანდაში, რომ ეს ფული მიდის LGBT პროპაგანდაში, რომ ეს ფული მიდის ძალადობრივ ორგანიზაციებში. დაინახავს საზოგადოება, რომ სინამდვილეში დიდი ალბათობით მათ შორის NGO სექტორში არის კორუფცია, როდესაც სხვადასხვა ერთი და იგივე სახეები არიან დაკონტრაქტებული სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან და ფაქტობრივად შექმნილი არის ერთი კლანი, NGO ექსპერტების კლანი, რომელიც ესე წრეში სხვადასხვა ორგანიზაციებს გადის და ერთი და იგივე ხალხი არის ამ ყველაფრის ასე ვთქვათ მონაწილე და საბოლოო ჯამში ამას აქვს სწორედაც კორუფციის ნიშნები, როდესაც ერთი ორგანიზაცია მეორე ორგანიზაციის წარმომადგენელს აკონტრაქტებს და შემდეგ იგივე ორგანიზაცია ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს. ასე რომ სინამდვილეში პრობლემა მათთვის არის გამჭვირვალობაში და ამას ებრძვიან. რაც შეეხება საკონსტიტუციო საარჩევს, როგორ შეიძლება გამჭვირვალობას კონდეს პრობლემა კონსტიტუციასთან, პირიქით გამჭვირვალობა არის საფუძველთა საფუძველი სახელმწიფო მოწყობის. ბატონ შალვა, ამ კითხვაზე ჩაგეკითხებით და შემდეგ კიდევ ერთი კითხვა მექნება. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გარდახილოს რეალურად ეს სარჩელი. რამდენად დამოუკიდებელი შეიძლება იყოს სასამართლო კონკრეტულად ამ სარჩელთან და არა მხოლოდ ამ სარჩელთან მიმართებაში? დიახ. საქართველოში ყველა კონსტიტუციური ორგანო არის დამოუკიდებელი და ეს არა ერთხელ დადასტურებულა სხვადასხვა მათ შორის საერთაშორისო კვლევებით. და მათ შორის ყველაზე მაღალი დასტური ამის არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო, რომელსაც ქართული მართლმსაჯულების გამართულობა და მიუკერძოებულობა არაერთხელ დაადასტურა ბოლო 12 წელია. ამიტომ ფონზე ბატონო შალვა სანქცირებული უპრესხოლისა საკონსტიტუციო სასამართლოს არ ეხება, თუმცა თუ პიტვენ საერთო სასამართლოს გულისხმობთ, დიახაც აი ზუსტად ამ მოსამართლეთა კორპუსით ამ კორპუსს არაერთხელ ცილი დასწამეს მათ შორის უცხოელმა აქტორებმა, ზოგიერთმა დიპლომატმა მათ შორის და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ისინი ტყუოდნენ და ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი. შეგახსენებთ მელიას საქმე, სადაც უცხოელი პოლიტიკოსები, ევროპარლამენტი, ზოგიერთი დიპლომატი, არასამთავრობო სექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი, ყველა თავს ესხმოდა ქართულ მართლმსაჯულებას, რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ, ყველა ესენი იყვნენ ტყუანი და მართალი იყო ქართული მართლმსაჯულება, ზუსტად აი ეს ქართული მართლმსაჯულება, რომელზეც სამწუხაროდ ასეთი ცილისწამებლური სანქციები არის გავრცელებული. კიდევ ერთი კითხვა როგორც ბოდიში, დღეს გავრცელდა კომენტარი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის და ითქვა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებული არის ოპოზიციური პარტიებზე თავდასხმით, ზოგადად აკრძალვის დაანონსებით. როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ ამერიკის გამოხმაურება და იგეგმება თუ არა თქვენი ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმოება და ჩვენ დავაანონსეთ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და ეს არის სწორედ სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი,
როდესაც სამართლებრივი მექანიზმებით არის შესაძლოა მათ შორის რომ პარტია რომელმაც საქართველოში ჩაიდინა სისტემური დანაშაულები და შეგახსენეთ ოჩიგავას საქმე საქართველოს წინააღმდეგ რომელიც ერთი წლის წინ მიიღო სტრასბურგის სასამართლომ სადაც პირდაპირ თქვა სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ციხეებში იყო შექმნილი წამების სისტემა ეს იყო წამების სისტემური წამება იყო და ამას ქმნიდა სწორედ ნაციონალური მოძრაობა როგორც პარტია ამიტომ მე ცოტა მიკვირს როცა ხდება გამოსარჩლება აი ამ ნაციონალური მოძრაობის გამოსარჩლება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან. მე ერთ რამეს ვისურვებდი, რომ ყველა ვიყოთ ერთგული დემოკრატიული და სამართლებრივი მექანიზმებისა, პარტიების რეგისტრაცია სხვათა შორის გააუქმა უკრაინაში, უკრაინის ხელისუფლებამ, მოლდოვაში, ასე რომ ეს არის ნაწილი სამართლებრივი პროცესისა, ეს ჩვენ საუბრობთ საჯარო ღია პროცესზე, სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, ამიტომ მე ბატონო შალვა საუბარი ნაციონალურ მოძრაობაზე, ზოგადად ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე. რა თქმა უნდა, საუბარია ნაციონალურ მოძრაობაზე, თუმცა ჩვენ ამავდროულად ხედავთ ხომ, რომ თუნდაც ამ ბოლო მოვლენებით, როდესაც უძღებიშვილები ვიტყვა უკან დაბრუნდნენ ვაშაძე, კანოიძე და სხვები ნაციონალურ მოძრაობაში, რომ სინამდვილეში ეს ტექნიკური დაშლები არაფერს არ ნიშნავს ხოლმე, რომ ეს კვლავ ნაციონალურ მოძრაობის ნაწილები არიან. ეს სხვა ტექნიკური საკითხია. მთავარი არის ნაციონალურ მოძრაობა როგორც პარტია, როგორც იდეოლოგია, რომ გასამართლეს საქართველოში და ის რეჟიმი, რომელმაც შექმნა სტრასბურგის სასამართლოს დადასტურებული გადაწყვეტილებით, შექმნა წამების სისტემა საქართველოში, ეს პოლიტიკური რეჟიმი გასამართლეს. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ განსაკუთრებით უცხოელი პარტნიორები აქ ფრთხილად იყვნენ, რათა ეს არ იყოს აღქმული როგორც ჩარევა სამართლებრივ პროცედურებში, ჩარევა დემოკრატიულ პროცესში. ჯანსაღ ოპონენტებში ვის ხედავთ? აი ოპოზიციური პარტიები ვინ უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიციონერები ქართული ოცნების ოპონენტების გარეშე უნდა იყოს ერთპარტიული მმართველობა ზოგადად? არა, ჩვენ ოპონენტებს არ ვირჩევთ, არ ვარჩევთ, ეს არის საზოგადოების სგან, ასე ვთქვათ, საზოგადოების გადასაწყვეტი ვინ ვისი ოპონენტი უნდა იყოს. ერთადერთი ჩვენ რასაც ვამბობთ, რომ კრიმინალების ადგილი პოლიტიკაში არ არის და ეს არის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომ კრიმინალების ადგილი არ არის პოლიტიკაში და განსაკუთრებით როცა საუბრობთ კრიმინალურ რეჟიმზე და პარტიაზე, რომელიც კრიმინალურ ასე ვთქვათ იდეოლოგიაზე არის დაფუძნებული, რა თქმა უნდა, მათი ადგილი ჩვენი შეფასებით არ არის პოლიტიკაში. სხვა დანარჩენი სამართლებრივი პროცესი არის და ამას უკვე სამართლებრივი შეფასებები შესაბამისი ინსტიტუციების მიერ მიეცემა. უსმენთ პარლამენტის თავმჯდომარე